შემოსულალე რია უტეხავთ ჩიტეს მეგიდი ციტელ ხვითელ ჩიტეს თეთრი დილო მომიქარგეშე მორჩით გაუმარჯოს ყველას გაზაფხულის შემოსულა ნამდვილად ესეა გაზაფხულის პირველი ლაილაი ბაი ეს ჩემი ახალი ინსტრუმენტია ბიჭო აი უყურე ხალხო რა სახლიდან რო ურეკავენ რომ იცის რომ რაღაცა უნდა აიტანოს კარაკი პური კვერცხი ოჯახია რა შვილი ძოლი რაღაცა ტიპი ტელეფონს არ იღებს და აი ამის წამოღება არ დაეზარა ბავშვს წაართვა მედესას კირას წამოიღო და აი ამ რაღაცას გაჭყლიპინებს და იცი რატო მე და ბუკას შექმნილი გვაქვს მე და ბუკას შექმნილი გვაქვს არა რეპი არ არის ბუკა ყველა მიცის ვინც ჩვენ ვიყურებს სხვადასხვა მიზეზების გამო ისედაც გვინდა რომ ესღაც ამის გაკეთება და ერთი კაცი ზედმეტი უბრალოდ თუ מחარას დაყავს თავისი შვილი მე აგერ ჩემი შვილი მოვიყვანე დღეს აგერ და დაარტყი ბუკა მადლობა რომ დავთანხმდი რა პრინციპში არ ინერვიულ ოღონდ ხარ რა ზუსტად აი იქედან აი იმაგინდან გადმოვინაცვლი ამას ესე იგი ეს არის კაცი რომელმაც კინგ-კლაბზე რო ყვავდა იუნაიტედის მაისურით დახვდა იუნაიტედის მაისურით კაცი ის გადაირეკა პროვოკატორი ვარ ეს კინგ-კლაბზე ესე უყურებდა და მე ვთქარ ჩემი შვილებს რამე რო არ ეთქვა რა და მანჩესტერ იუნაიტედის მაიკა გასვია ხო ამან 20 ეურო რა პრობლემა მედეჯიმე ვიღაცასთან ერქვა ეცვა მედეჯიმე არის ვიღაცასთან ხო გეცვა კიდე რაღაცა მაიკა სტაპილი არ მახსოვს ხო პროვოკატორი შენი მაისური სად არის ნოდარის მაისური ჩვენ ახლა ირლანდიურ პაბში ვიმყოფებით კოსტავა 67 კოსტავა 67-ში ის ირლანდიურ პაბში დიახ გინესებიც მოგვიტანეს და ატყობთ ეხა ვის როგორ უნდა დალევა ხო უკვე ჭიქაზე მე და ნოდარის გვინდა ძალიან და ნოდარის აქ იყვნენ საღამოს ირლანდიელები მოსულები ფეგმურც უყურებდა რაღაცა და დაინახეს ნოდარის მაიკას სიმსივე წარწერი და წაიღეს გინდა გული აგიჩუყო გული აგიჩუყო გაგაცნო ერთი 5 წლის ირლანდელი ამბავი ნახე სტადიონიდან ნახე რა საკეთებს უყურე სლეტი ვაიმე სლეტი სლეტუმანიძე სლეტი გვარია სლეტუმანიძე და ეცქინება ვიღაცა სლეტი სლეტუმანიძე მე დღეს ორივეს ხარეს ვიქნები ყველა უცნაური გვარი შენი გვარის გარდა რა გახსენდება სლეტუმანიძე სიმსივეს ფოტოშოპის ყველას უყურდა ხოლმე მე და შენ რომ დავუმეგობრდით რა რომ დავაკაცით ჩემი მეგობრებიც რო გაიცენდა რაღაცა ყველა მეკითხებოდა ნამდვილი გვარი არისო თუ ხო და ნამდვილი გვარი არისო ნამდვილი გვარია თუ ის არისო რა ეგ არის მე-12 ჩანგალ დამტრუჭელაში შენ ხარ დანაჩანგალი გვარი არის ჩამოსულია მე-12 საუკუნეში მე დეს რო იცოდე ხუმრობის გასეს და ჩამოვიდა დიმა ობოლაძე დი და დიმა ჩაც შენ რაღაც არქეოლოგიური კითხვა მაქვს შენ აბა მიდი შენ დღეს ისე დღეს ჩავარდები რომ წარმოგვიდგენა არიცი შენ გონია ბუკა დაიჭერს არა არიცი დღეს ბედნიერება გელოდება დიდი ბედნიერება დღეს გამოვწდი მე რასაც განიცდიან ხოლმე ჩვენი იმედია ხა ამაზე არ დაგვიწყებთ ალაპარაკეთ და რაღაცეებს რა ესე იგი მე მინდა მაყურებელს ჩვენ ამიგოებს უთხრათ ჯერ დავალაიქოთ გამოვიწეროთ ლაილაის YouTube-ში და მე მინდა ერთი რამე უთხრა ბუკაზე მაყურებელს რა ერთ-ერთია ჩვენ შემოქმედებით ჯგუფში სტაბში რომელიც ესე მედგრად ხარში მიდგას პირველივე დღიდან რატო აი ის ერთი თუ აუჟმურდა და დაიწყო არ გამოვა და მოდი აღარ გვინდა და აზრი არა აქვს ხო ერთადერთია ვინც ერთ-ერთი ვინც ხა ნოდარის ბოლომდე ვაწვდი ძალიან მარტივად მოგიყვებით ეხლა ის რა დღეში ყავს მე და ამას მე ეს ხილად კამათობ მაგრამ თან იცი როგორ აი ყირილზე გადავდივარ და ამბობ აი ეს ფუჭდება რა აი ისე ცუდად ხდება რომ კი არ წის გეშინია რომ რამე არ გადაცემა არ დახურონ ლაილაი არ გაჩენდეს ისე რომ ვიყავით ეგ მახსოვს რა ყველაზე კარგად ველოსიპედებით დავდივართ ხოლმე და რაღაცნაირად ერთნაირი ხასიათი გვაქვს მე და დიმას ხო და მოკლედ რა ვერ ვიტყოდი რა მე უფრო გაცილებით ბუკი ვარ მე მაქვს უკეთეს ბევრად უკეთეს არანაირად იმიტომ რომ ბევრად ლაღია ვიდრე შენ და ხელები გააჩერე ბიჭო რამდენჯერ უნდა გითხრა მეოთხე გადაცემა ნახე ყველაზე მურტალი რა ეხა ნახე რა თქვა ისა რომ გადაცემის შიშიო გადაცემის დახურვის მაგრა გეშინია აი ესე ამწერებს ხოლმე მე ეგ მომწონს ეს აგდებს ამას ხო ბაზარი არა ეხა რა სიმღერას მოусმენთ არასწორად ფიქრობს იმიტომ რომ გადაცემის დახურვა კი არა მე არ მინდა რომ თქვენ იჩხუბოთ გაიგე იმ დღეს სხვათა შორის ვიღაცას ევასწა მე რომ მოგაწექი და ზადნი არ უნდა მიწე ცხოვრებაში მეთქი გასა დაიწყე ანდრუში გამორთო რა არ ანდრუშა
ვინ ანდრუშა? ჩვენ ვართ აფექტური ადამიანები და ხშირად ყამათობთ. აი, ანდრუშა, ხა მითხარი, როგორც გემოვნებიანმა კაცმა არ მაინტერესებს. ჩელენკანოა? გახსოვს ეს რო ჩამოიყვანეს და სომხეთში რო იყო, სხვა რო იყო. ჩვენთან არა, სომხეთში. როგორ არა, მართალი ქუთაისში. ვიღაცა ტიპი გამოვიდა, ვაფშე გავდა, პროსტო კვანტო გამოვიდა. აქ არა, ბიჭო, ტიპებს 250 ლარი ქონდათ გადახდა. გავხარ ის სხვათაშორის ქუთაისში. აი დღეს ესეთი ეთერი გვექნება რა. არა, ქუთაისში იყო ჩამ. დღეს სხვათაშორის ბუკას ექნება გამოცდა 20000 უნდა ჩააბარო. კი, უნდა 20000 ბიჭო, მაგთამაში უყურე რეალზე. ატლეტიკოს და მგონია რომ ატლეტიკო გაძვრება. რეალის ყველა დროს ყველაზე მაგარი მცველი ვინ არის? ვინც მინახავს ყველაზე მაგარი სერგო ალბათ. ნუ ჩემი აზრით კი. სერგო. სერგო. სერგო არა. სერხიო ხო? არა. მე ბარა ბაზარი არ მე აი რამოსის მაიკა რო გაჩუქო ავტოგრაფით. რას გააკეთე? რამოსის მაიკაზე ხარად გადავიქცევი რა ვიცი. იმღერია ბა ხარად გადავიქცევი. რაუნის მაისურზე ძალიან ცუდ რაღაცას გავაკეთებ. ცუდი რა? აი ყველაზე წარმოუდგენელს დაში აი კაი, მაშინ არ მოგცემ. რო შეგწובה და გაგიტყდება რომ აი არ მოგცემ მაშინ. და შეიძლება რაული ქუჩაში რომ ნახო მაგრაუ წეპო რა, სიხარულისგან ისე აი ვერ დავიჭერ. ყველას ფოტო აქვს ბიჭო გადაღებული ჩემ გარშემო ვისაც ვიცნობ სადღაც ნახეს ხან მე მადრიდში რო ვიყავი დილის 5 საათამდე დავდიოდი იქნება ქუჩაში შემხვდეს მეთქი. და არაფერი ხო რა არის? პოზ გადი გაეთესე. რაული ის რამოსი ჩემი გამოახსოვნა? არა ნოდარ მე მოვაწერე გუშინ. ხوار ხადაო. გადი დაეთესე. აუ ხوار ხადაო. არა ოღონ ავტოგრაფით არ არის შეჩემი. აუ არის დავინახე. აუ ხوار ხადაო. საოცარი საჩუქარი. აუ უმადრესი ტიპი ხარ, აი უპელესი კაცი ხარ, უსაყვარლესი კაცი ხარ, რასაც მეთქვი იმას შეგისმენ. აუ გამოუწვი აქეთ რა. არა მოიცე რაღაცა ნუ გააკეთო. აუ რეალისტი ხარ, ორიგინალი. ესე პროსტა გეიგონა. სევილია მახსოვს მითხრა ბიჭო. არა რეალია შეჩემა. აუ რა ძმა, შენ ვერ წარმოიდგენ ეხლა. ხო, მაგრამ უყურე ეხლა მარტო ეს არ არის ძმა. ჩემთვის არის რუნის მაისური. შენთვის ეხლა რა იქნება? რომელიც წავიღე და ვაჩარჩოებ. რუნის ავტოგრაფი. იმიტომ დაიწყო რა ეშმაკია. შორიდან რეალის ყველაზე მაგარი მცი. ეხა იმღერე. აუ რა მაგარია, მაიტა რა, 1-3. იო. აუ სიგიჟია. გენაცვალ ბილბაოს ფანებო არ გამიბრას, ეხლა ნახავენ იეჭვიანებე. აუ ძალიან ჯიგრება, აუ რა. ხო, მაგრამ ნუ სერქიო შემპირდა. ფაქტია რომ ბიჭო არა ეხა რა არის? მე ძალიან არ მიყვარდა ეგ კაცი სიმართლე. არა, ეს დრო გავიქცეოდა ხო მაგრამ გონია. ძალიან დიდი დამადული ეხლა და კიდე ბევრ ამას არ ვამბობ. აცუდი. საქართველოს ესპანეთი გილოცავ ძმაო. ძალიან მაგარი. გიორგი კიკნაძე. მოიწუთი მიცეთ ნოდარს რომ მოსული ერდეს და თქვა იმად ბიჭე რა გიორგი კიკნაძე იყო ჩამოსული აქ ამერიკაში ცხოვრობს ადამიანი თავის ოჯახთან ერთად. აქვს GA ლოჯისტიკი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული კომპანია ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანსპორტირების, ყველანაირი ტვირთი გადააქვთ 48 შტატში წარმოიდგინეთ და აქვთ ასევე სახელოსნო მანქანების, ასევე მართვის მოწმობას აიღებთ ყველაფერი და იქ არის და აი ეს ჩამოსული იყო ეს კაცი ჩვენ დაგვირეკა რომ გასწობა მინდა თქვენი ყოველგვარი იმის გარეშე აი და შევხვდით გავიცანი და შეგვპირდა ამას და ჩემ რუნის მაიკასაც მე გაჩვენებთ ნიუ-ჯერსიში აქვს ტერმინალი და გიო ჯიგარი ხარ მოკლედ რა. აუ ჯიგარი აღარ ქვია რაღაც იმისი კითხა. დიდი მადლობა რომ სიტყვა შეასრულე. არის მერაბ დვალიშვილის უახლოესი მაკაცი. მასთან ერთად მოძრაობს და ერთ-ერთ ჩამოსვლაზე აი აქ მოვა და ისეთ რაღაცებს მოყვება. შიდა სამზარეულო ეს მაისურებიც იქიდან არის. რუნიცსაც შეხვედრილია, ფეხბურთზეც ვიდეოები რო გვანა. ბევრი ძალიან საინტერესო ტიპია მოკლედ და გიო დიდი მადლობა ჩემო ძმაო და კიდევ ერთხელ მინდა რომ მადლობა გითხრა და ასევე შეგვპირდა რომ რომან დოლიდეს მოიყო ჩვენ გადაცემაში თუმრა. ჯიგარი ხარ. აუ გიო ბძოლა აქ. გიო ძალიან მაგარი ხარ მართლა ძალიან გიო რასაც მეთქვი აი სურებ თავი დავანებოთ ყურადღებისთვის და იმისთვის რომ რაც გითხარი შეასრულე. აუ სერხიო რამოსი. კაი გეძმა. ჩემი დესანტი და ერთ-ერთი არ ვიცი, ვერ ვაკონტროლებ, სვეჩი გეუბნები ეგეთ ადამიანებთან შეხვედრა ერთის. გავგიჟდი. ნოდარს ამოსასუნთქებოდ. სერხიო რამოზე ვამბობდი. მე იმიტომ არ მიყვარდა, რომ ჩვენ ნაკრებს საქართველოს ესპანეთი იყო. ჯერ ჩვენი გულშემატკივრები რომ ესპანეთის საგულშემატკივროდ მივიდა. ეგ დრო იყო. მე შედარებით პატარა ვიყავი და აი გაოგნებული ვიყავი და მე კიდე მაგ თამაში რომელი ჩვენი ფეხბურთელი დაეცა არ მახსოვს ძალიან ეთკინა ფეხი და ტრავმაც მიიღო და
რამოსი აი ესე უყურებდა ჩვეულებრივად დაცინა და გააგრძელა ეგ ისე და არ მიყვარდა მაგრამ ნუ მაგის მერე გავიზარდე ახლა ამას ვუყურებ რა და მე ხომ მოუგეთ ზატო კი ნავალამ რო გვაგინა არა ეგ გინდა დაურეკო ნავალას მიდი რატო გვაგინეთ რა შულება ისე დაურეკე ერე ნავალას მართლა უნდა დაურეკო იმერიაში არის ყო ბოლო სამწუხნელო იმაში იყო ამბებში შტაბში და ბიჭო მაგის შემდეგ არ დაურეკავ ეხლა მაიცაგა ეკადა გაიარა რამოსმა რომ შეუძლებელია რომ არ ვაღიარო რომ ერთ-ერთი საუკეთესო ბიჭო დიდია მაგრამ უჟმურის არის ბებძოლი ტიპია და რაღაცა ინდიელი როჟაა და კი ინდიელი დამას შეადარებ აი დიეგო კოშტასაც თუნდაც მაგრამ აი კოშტა მეზიზმი გააჩერე ეხლა გააჩერდი მე და ეს უყურებდით თამაშს და ფიოლეტა და რაიკარმა რო აფიქრზე გარიცი უცებ აი ეს ცხვირით ტიპზე აი ეს მიდის და ცხვირით წარმოიდგინე აი ბუკა რო დემონსტრირებას მოახდენ ეხლა სუფ გამოსუფთავებული Los chicos de mi cara ნენანანანანანო აუ ძალიან მაგარი ინსტრუმენტია მე ვფიქრობ რომ უნდა დამკვიდრდეს ეხლა ისეთი აჟიტრებული ვარ დღეს ნამდვილი მოიტანა დღეს შეიძლება მანქანა შეუვარდე ფეხებში ძალიან აჟიტრებული ვარ ასე რომ ბუკა ეხლა ამითხარიცი დიმამ ხო იმოქმედა შენზე მანჩესტერის პონჩი აღია ის არა ბიჭო აი მე მაგას ვერ ხვდებოდი საერთოდ ვეკიდა მე ეხა ეგ თემა პირდაპირ გეუბნები ხარ იცი როგორ რამხრივ იმოქმედა აი როგორ გითხრა რა მაგალითად მე ბავშვობაში ვიყავი ლივერპულის და მანჩესტერის გულშემატკივარი ერთდროულად ალბათ ერთადერთი ვიყავი იმიტომ რომ არ იყო ისე რომ მარტო მანჩესტერის რაღაცები ჩამოეტანა მანჩესტერის რაღაცები ეჩუქებინა რა ლივერპულის რა ჩამომიტანია არა სამაჯურება მაგ ეხა გამოვიტანე მე არ ჩამომიტანია ჩამოვიტანია უეჭვი ლივერპულის არაფერი არ მიყიდია ვიყავი და ერთილზე რო ვიყავი რაღაცები ჩამოვიტანე ეხა ის ხო არა ვარ სანამ Facebook-ს გავაკეთებდი რა მე Facebook-ი რო გავაკეთე იქ აღმოვაჩინე ლივერპულის ფანები რომლებიც მოკლედ ისეთ რაღაცებს წერდნენ იგინებოდნენ თან მესმის რომ აი მართლა ის წლები რომ მანჩესტერი ძალიან დომინანტური იყო და აი ეხლა უკვე მანჩესტერის ფანებიც რაღაც სეგმენტი გამოჩნდა ვინც ეგეთი არის უკვე როგორც მაშინ ლივერპულის ფანები იყვნენ იმიტომ რომ ძალიან რაღაცა სევდიანი და აი ბორნიანი ხო ხდები და აი ლივერპულის ფანების კომენტარებს რო ვკითხულობდი Facebook-ზე მე მივხვდი რომ ეგ გუნდი მორჩა ანუ მეთქი არ არსებობს და მაგის მერე მე ზიზღება ლივერპული მთელი სულით არა პირველად მე თან ისიც თან ესეც ეგეთ რაღაცებს ნუ ამბობ ეხლა მე ზიზღება მთელი სულით ტერია მე ვარ მანჩესტერის ფანი მე სოსიედადი მე ზიზღება ლივერპული მაგრად არ მევასება არავისთან არ უგულშემატკივრე აბარა მაგარი მანია მე არ ვსიამოვნებს ეხლა არა სხვათა შორის ჩემთან წაგებაში ხარ 50-იანებში შევხვდით და მოგიგე კარაოკეა Glory glory Man United Glory glory Man United Glory glory Man United as the Reds go marching on დაიწყო თამაში დაიწყო შევედი ტრიბუნაზე Happy birthday ისეთი ატმოსფერო იყო მეგონა ტრიბუნაზე შეხო ხარ წარმოშობით ესპანელი ხო და რამოს მაიკა ეხა ჩარჩოში ჩასვიდა არა ამას ჩავიცვი უნდა გავხდე ამის არა რა ჩაიცვა შიგ ხო არა გაქვს ბიჭო ხელმოწერილი მაიკა რა უნდა ჩაიცვა რა დებილი ხარ შეჭი არა რა ეგეთი სირობა შეიძლება თქვა რომ რამოსის ხელმოწერილი მაიკას ჩავიცვაო ჯერ თან შეხედე რა უნდა ჩაიცვა საბრინას ლიფი რო გაიკეთო ჯობია რას გები ეხა მე შემიძლია ერთ კვირაში ისე ჩამოვიდე ეს მაიკა არ ჩაიცვა მაიცო ბიჭო ორიგინალია დაიშლება ეს რა აი ორიგინალი გინდა ორიგინალი ორიგინალი წერილი ორიგინალი არ უნდა ჩაიცვა ბიჭო ერთხელ რომ შეიგრძნო ნამდვილი ესპანეთის ორი ორიგინალი თუ გიდა რო იყო ხარ ორიგინალი გიდა აი მე შეცა აი მეწინა ბუკა შეგა ბოლოდების ორიგინალი სხვათა შორის მე და ერთი არის ლეტ 20-ზე მეორე ლეტ 50-ზე სხვათა შორის მე და ბუკას ადრე მქონდა გეგმა რომ გაგვეკეთებინა გადაგახსოვს რადიო გადაცემას რეპეტიციებს რომ გავდივართ და ურას კაკალი ჩამიგდო პირში ჩაიგდეო კაკალი პირშიო და იგინეო ჩავიდე კაკალი და შეც კაკალები თუ არ შევ და ოღონდ დედასპიცა ვარ მართლა მეთოდი არის და ვისი მეთოდი იყო ეგ მითხარი არა ზოგადად კაკალაშვილი იყო ერთი რა და იმას გადაგა ზოგადად მეწყვილების სავარჯიშოების ის არის ერთ-ერთი მთავარი მეთოდი კი ვიცი და რეალურად მეტყველება მაშინ მე რაღაცებს ლახმოვანებდი ეხლა უცებად მინდა შევიხო ჩვენ გავდივართ პარასკევს სომხეთის თამაში მინდა შევიხო რა ჩვენ ნაკრების ეხლა იქ კი არის რაღაც აჟიოტაჟი და ეს ვიღაცა რომ დაგვიწერა Armenian jokes რაღაცა YouTube-ი არის თქვენ სომხები ხელთ ამოსაკრავი აგეგონოთ შეთა კომენტარებში და მე რა სმაილი აქვს დაწე არა პატივისცემაც მოგწ მაგრამ ყველაფერი მაგრამ
После матча, ну, თვითონ იციან რომ ეხლა ძალიან დიდ კრიზისში არიან, რა თუ და ლაპარაკი. არა, როგორც არ იყოს, ბიჭო, ჩვენ ეხლა ისეთი გუნდი ყავს, მაო, რას ლაპარაკობთ. არა, სახიფათო იქნებოდა. არც განიხილებს. არა, ეხლა ვიცი რა, მე არ ვიეძახი რომ იქ მოუგოთ მაინდა-მაინც. იქ კარგად თვითამაშო და აქ მერე თბილისი ბილეთები. რა დრო დაგვიდგა ხალხო? საათ ნახევარში ვისაც გინა ეთამაშო, ბიჭო, თუ გინა კამბოჯას ეთამაშო, ყველა ბილეთი იყიდე. არა, აი ახლა ისეთი სიტუაციაა რომ პირველად ვამბობ აი ეს თამამად ხოლმე გასულ მატჩებზეც რომ უეჭველი მოვიგებ და რა ბიჭო რაზე პრობლემაზე რომ სერვერის პრობლემა რომ ვერ მოგვარდა ანუ ამ საიტებზე სადაც ბილეთებს ყიდულობთ ანუ შევიდე ანუ რაში გამოიხადა მე არ ვცდილობ ხოლმე აი მაგალითად ადამიანები ვინც დასაწყისში შედიან შეიძლება 3 საათი ელოდონ ჩვეულებრივად აგერ ნოდოს ეგეთი ადამიანია მეც და რა ვიცი კიდე უამრავი და უბრალოდ რაღაცა დარეფრეშდება, იმიტომ რომ ამ ხელა ნაკაც ვერ უძლებს საიტით, ან ამდენი წელია ერთი. ხო, ამიტომ არ შეხვდეთ თავიდან მე რომელიც მე 500 ადამიანი იყო, გადავარდება და აღმოჩნდება უცებ. ხო, არა, ეგ ეხა არასდროს 90 ის რა ქვია, 93 ჯერ ერთი მე ვფიქრობ რომ ერთი გამყიდველი არ უნდა იყოს. რა რაღაცა არჩევანი უნდა კონდეს, ალბათ, რა ვიცი ეხა. აბონემენტები უნდა იყიდებოდეს. ვართ ადამიანები, ჩემი აზრით, ვინც ნაკრების თამაშებზე მთელი ცხოვრება არის დავდივართ და ვისაც გვიღირს მაგალითად. ხო, მაგრამ იქ წელიწადში გადავიხადოთ რაღაცა თანხა და ის ადგილი იყოს მაგალითად სულ ჩვენ რომ აი მაგითი მოგვარდება ჩემი ეგ ეხლა ადრე იყო აი ამ შემთხვევებში აი როდესაც ამბობენ რომ ვიჩაგრებით ჩვენ ის ადამიანები ვინც სულ დავდივართ ფეხბურთზე და ადამიანები ვიღაცების თორების გადასაღებად მიდიან ის ეგ არ არის პრობლემა კაცო ჩემთვის არ არის პრობლემა უნდა იარონ იმ ადამიანებმა ხვდები მაგრამ ამ მუღამი ის არის რომ ვინც მართლა მთელი ცხოვრება ყველა თამაშზე ნამყოფები ვართ სტრესი დეპრესია ტირილი ყველაფერი გამოვლილი გვაქვს ჩემი სკამე მინდა რომ მქონდეს მაგ სტადიონზე რაღაც პონჩი და რომელსაც ეწერება მარტო და ეგეთები არ ვართ თან მართლა 50000 ადამიანი არ ვართ შენ ხარ რომანტიკში ხარ გაიგე ისე ეგრეა ფეხბურთს არ უხდება რომანტიკში ანუ ბრიტანეთში ეგრეა არა ხო და მაგასო მაქირკენ მივიდე აი ნახევარსება კანტონა ამას ისე ევასება ბრიტანული გარემო გახსოვს რაგბის ეს ხელი გააჩერეთ ხო ბიჭო ალბათ ჩანს არაფერი არ რამდენი დაული შენ ჩან ხარ ცოტა აი ლისაბონში აი რა მოყვეს ნაგვისურნის ამბავი შანსი არ არის რო არის სხვათაშორის ის ვიდეო შენ და პარის სენ-ჟერმენის ლისაბონში ვიყავით ბენფიკა მანჩესტერის თამაში არაფერ არ ვარ ძალიან თვალი ვიყავი მე დაული არ გვინდა ჯერ მოყვე ხო და საღამოს თამაშს მე წამოვედი გაში დავლე ყველგან დავლეთ რა მარტო ვიყავით რა მე და ეს მე მანჩესტერმა მოიგო 1-0 ავტოგოლი მეკარემ გაუშვა რაღაცა და დავჯექით გარეთ სასტუმროსთან და საფერფლი არიდო რა და მე მოვიტანო საფერფლოსთან მე თქვა საიდან მოიტან თქვა ეგერ დევსო რა და ესო ჩაბეტონებული საფერფლეები რო დიდი ხო ისი 30 კაც რო ეწევა გარშემო და გოგო იჯდა იქ სკამთან ეწეოდა და ეს პირდა can I take this ეუბნება იმ გოგო გიო და ავიცი ვერ მიხვდა ეს და მოკიდა ბიჭო ამას ხელი და აი ესე კაჩავს და არ დრება რა ეხა მიბედონი ეგ ვიდეო ნეტა ვიპოვო უბრალოდ აი არ ვიცი რა სახეზე მაწერია იმ ვიდეოში და არა მეწხუბებოდა ეგო გადასატანი იყო თო ეგ დღემდე იმას და ბოლოს აღიარა როგორც რო გამოვხიზლდი აღიარა ლუკა ისა ბუკა ლუკაო შენ ლუკა ეგერ არის ხო ვიცი ლუკა ამიგოები ნოდო იქ არის ბუკა ციკურა იყოს მაგრამ დღეს აქ არის კლიკ ბუკა რა თქვი ერთი არაფერი კი მეთქი ერთი კლასიკური კითხვა უნდა დაგისვა რას ნიშნავს იყო დიმას ბიჭი აი შეხوارა გაქვს ბიჭო რა შენ რა გინდა მაგრამ საინტერესოა ეხლა მე მკითხი ამის მამა რას ნიშნავს იყო შეჩემა მიყვარს ესე კლასიკურად რო გადადიან ხოლმე რას არის თუ არა ეს წნეხი ანუ ზოგადად ყველას ვისაც ჩემი აზრით წნეხი მგონია რომ ყველა ოჯახიდან რაღაც მხრივ მოდის და რაღაცა პასუხისგებლობას განიჭებს. რა წნეხი ბიჭო, რა წნეხი? რაღაცა განსხვავებებით კი რა, მაგალითად მაგაზე ხარ არ აქვს მნიშვნელობა. უბრალოდ დიმას შვილობა, ესე იგი, ბავშვობაში მახსოვს პირველად ჩოგბურთს თამაშობდი. პატარა ვიყავი სადღაც რა 12 წლის თუ რაღაცა და ვიღაცა სამი გოგო ფუნქციონალისთან ერთად სხვათაშორის რა საბას გაუმარჯოს საბა მეხარაგა ტურნირი მოიგო ვაცადოთ რა და ვიღაცა სამი გოგო მომადგა და მეუბნები აუ სურათის გადაღება თუ შეიძლება და უყურებ და ვერ მიხვდი ანუ რა უნდა ჩემგან რატომ უნდა რატო იქ მოეწონე ცეცემა რაღაცა პერიოდი რა მაშინთან რაღაცა სხვანაირი პერიოდი იყო ეს რატომ მოვყევი არ ვიცი რაღაცის მოყოლას ვაპირებდი მაგრამ დიმას ვეღარ გავაგრძელებ სურათი გადაღება რატო გადაღება სურათი მაჩემი შენ რო იყავი ხო აბა ჩოგბურთს მე ისე ვერ თამაშობდი მოეწონეთ ბიჭო ჩემი ჩოგბურთი მოწონებოდა 26 მაისის ის მიყვავს რა ქვია აი ეს მთელი ამბები რუსთავაზე მატუკი არის კალათბურთის სექციაში მე ფუტბოლის სექციაში და ესე მივდივარ და ვიღაცა ქალმა გაბაჩერა დედას კეპიცები ნაღდად იყო რა ვიღაცა და აი მე გენაცვალე დიმა შემოგევლე და მე მოვიტირე აი ისეთი ნაღდი მამა ყავს ეგონა აუ ვიხა ვიტყვი რა კაი გამახსენე ჩემი ბიჭი ეგონა
სკოლაში მასწავლებს აი ეხა დიმაუველის შვილობას. აუ, ეხა ის ავტო იმას ყვები? მოკლედ ერთ-ერთი მასწავლებელი. არა, მაგას მე მოყვები, შენ მაგას მე რატომ მოყვები? უր აპროჩი იყო ბავშვი. ჩემი ის არის. მოკლედ ერთ-ერთი მასწავლებელი მყავდა. გააჩერე. ხო და თავისი სენსორები. მე და დიმა ვიყავით ეკივოკიში რა, ადრე გადიოდა რუსთავიორზე გადაცემა. იქ ყველაფერი გამოვიცანი, აი დედა უტირე ის თამაში დაუხურე ჩვეულებრივად. ბავშვი ვიძახდა რომ 2 აქვს. ვაჭერდი, ჩანგალი, ეგ იყო აი ხვდები რა 2 აქვს იმას 4 ქონდა შეჭი. ყველაფერი გამოვიცანი და მე მივედი სკოლაში, მეორე დღეს ეს რო გავიდა ეთერში და მასწავლებელი ხდება ხე რა მნიშვნელობა აქვს ვინმე. ვაიმე ეკივოკიში გიყურეო გუშინო რაღაცაო და ხოლმე მეთქი რაღაცა ველოდები რაღაცა მამა შენი რა კარგად გამოიყურებოდა. აი! და იძაბა. შენ ძალიან უყვარდი. ერთხელ ჯოგურს თამაშობ, ეს სკოლაში ამ კლასში იყო არც მახსოვს, ძალიან პატარა იყო და მასწავლებელმა და ტელეფონი დამხვდა ბევრი მისთვის გამოტოვებული ზარები. ავიღე და 44. ავიღე და გადავრეკე რა. და ხალი მეუბნება. გამარჯობათ, მე ბუკას სკოლის დამრიგებელი ვარ, რაღაცა და ბავშვ მანქანამ დაარტყა, სასწრაფოდ მოეწყო და გამითიშა ბიჭო. აუ, ეგ რა სტრანი ისტორია. გამითიშა და რო დავედი სველის ტრუსიკი, მაიკით მივარდი და გზაში ამას დაურეკე, მურეკა და არიღებს ურეკა და ეხლა უკარეთ გამოვედიო, არაფერი არ წეს იტყუება ეს მასწავლებელი. ხო მივედი? ბიჭო, იმიტომ რომ გამაგდებდნენ, არა? არა, გაგაგდებდნენ, არა, ხო მივედი. ეს მოკუდა. ავტობუსმა დამარტყალ მასწავლებელს უთხრა. და იქ ის დავით თუ იყო ერთგებოდა რა, მე ერთ სიკვდილი გავატყავე. ანუ ბევრი გაცენები მქონდა რომ ავხსნა ჩემი თავი გავამართლ ცოტათი და რა უნდა გავამართლო სიტუაცია იყო რომ მამას რო ეუბნებიან შვილს მანქანამ დაარტყა, ტელეფონს უთიშავს და მე აღარ იღებს, ეხლა რა ამართლე და იყავი შეჭა. ანუ ვაცდენდი ხოლმე ხშირად რა მოკლედ. ძალიან ანუ ჩვენი განათლების სისტემის შესაბამისობაში რა სკოლებიც არის მოსული, რომელიც ნუ სასტიკად არ მომწონს. ჩემი სკოლა იყო ერთ-ერთი საუკეთესო მართლა აი მასწავლებლები და ადამიანური ურთიერთობით, მაგრამ ეხლა განათლება ზოგადად როგორ გითხრა, ანუ რო ხშირად რო არ ვიარე სკოლაში, მგონია რომ უკეთესია. არ იმზადებოდი, კერძოდ თუ რა? ეგ არის პრობლემა ზოგ. კი, ეხლა კერძოდ რო იმზადებოდი. შენ ახლა პრობლემას ლაპარაკობ. არა, რა თქმა უნდა. მაგრამ რაღაცა ვიცი, მოკლედ უკვე ისეთი ამბავი მქონდა, რომ კიდე ერთხელ რო დაერეკათ, მეუბნებოდნენ რომ უნდა რაღაცა პრობლემებია შეიძლება გაგრიცხონ თუ რაღაცა ეგეთი და მოკლედ რაღაცა მეგობარს რაღაც დაჭირდა იმას აქში რაღაც სხვა დრო იყო წავედი საჩუბრად და მივხვდი რომ დამინახეს და მოკლედ რა მომეფიქრებინა და გადავხვია ჩემ ორ მეგობარს ხელი და აი მე კოჭლობით შევედი ავტობუსმა გადამიარო ფეხზე თქო და ესეთი ის იყო მოკლედ ესეთი იმან დარეკა მომიფიქრე ბატუკი ერთი პერიოდი მე მახსოვს რა ჩვენ რეპორტაჟები მიყვავდა სპორტულ არხზე შენ ხო გქონდა რაღაც მომენტში მუღამი მახსოვს რა აი რეპორტაჟებს წავიყვანდი რაღაცა ჩაწერე ხო ჩაწერე ჩვენთან ჩაწერე არა ცადე პროსტა რაღაც ანუ ჩაწერით არ ჩამიწერია არა გამომივიდა ფოტოში მაგრამ მე რაღაცნაირად იცი რატო ერიდება და მაინც არის ხმა გადაიოლე რა ისე მატუკის აი ეგ მაგნაწილში ჩემი აზრით რაღაც ხრი ვიმოქმედა რომ როგორ გითხრა რა შეიძლება რაღაცების სურვილები მქონდა ეხლა ნაკლებად უფრო ბრეიქებში მირჩევნია რომ ვიყო და ეგრე ვაკეთო რაღაცა მაგრამ გახმოვანებას მგონია რომ უნდა მიაწვო აი გახმოვანებას როგორ გითხრა რა შედღო ხმა უფრო მეტად მაინტერესებს ხო ანუ გახმოვანებასაც ვახმოვანებ რაღაცებს მაგრამ აი ეს ჩემი ვიდეო პროდაქშენი რაც გვაქვს გაკეთებული ხო იცი ერთხელ შემოვიდო უნდა ჩავარეკლამო ხა ჩემი ვიდეო მიდი აი შეგვიძლია რა მოვიდა გვარდიოლას ბარსელონა ჩავი ინიესტა vámonos venga ნუ და რამოს სპორტალში რაღაცა მოწყენილი ხო არა არაერთი მოწყენილი არა ვარ გინესის საოცარი ლუდი რა მოწყენილი ერდენ ისე მადლობა რა მოწყენილი ხატო გინესი ნოდარას ღვილი დაეშლებაო და იმშერმა გაწაიკითხა ეთყობა და წავიდა არა გინესი მაგ რომ ბიცრამი არ საერთოდ არ უნდა ღელვებს ეგ ხო და მახსოვს რა რაღაცა უკან დაიხიე მესმის მეც გეუნებოდი წადე ნუ და რა წერე ყაყანიაო რა ბიჭო ექს უიქრება მეც არა ეხლა წერენ ნუ ყაყანებს ეხლა ლაივში არ ახარ და კომენტარს უკეთებ ხოლმე რომ ეს უიქნება ყაყანი იქნება რა აქ ეხლა არ არის დავარცხნელი ის რომ დავდგეთ და მაშას ადამე მიუხედავად ამაზე მიზერი და ისე მილაპარაკე ეგ თუ მომინდა არაზრს არ არის გვიან რაღაც მომენტში მაგრამ ეხლა სხვა რაღაცებში მაქვს ინტერესი აბსოლუტურად ეხლა მითხარი მე მინდა გითხრათ რომ ეს ხალხი ვინც იღებს ამ ჩვენს ლაილაის უკვე რამდენი ხანია უკვე მე რამდენია შეჭება ერთი წლისები მე რამდენია ესა 20 ეგ არ შეგეშალოს ვაიმე მეშლება 28 სადღაც 29 რაც არის რა მოკლედ ეს ხალხი იღებს არის production კაი ხალხი ნიჭიერი კრეატიულები timeline production არტისტულები timeline production yo my გადაკეთე რა yeah შენ ხარ oh yeah
ოიე? რამელი ენა ის? ოიე! რა გარყვნილია? იცი რომელი ენა ისი შენ? ოიე. არა მართლა რა ენა ისი? ვამონოს. არა ვამონოს არა ბამონოს. ჩემ არ არის ვამონოს. ბამონოს. რა ენა ისი? ჩემი. თქვი აბა ესპანურად მე ვარ ნოდაცივსიო ცხოვრობ დიღომში. Mi nombre no dar cinti. Ay, macho. მერე. No dar cinti y digomi. იდიღომი არა ისა ნიშნავს ცხოვრობა. იდიღომიო, ცხოვრობა არის თუ. ენა გააქვს აი ესეთი მოჩლებით რო შეგეძლოს ლაპარაკი. რამე როლი მომეცი და შევასრულებ. აუ შენ ბაზარი ისე სხვათა შორის პირველად მატუკი ვნახე იმაში რა მოხდა კიევში ხო? ხომად იყავ. ფრანკი და ბუკა არაფერს. გარე ცუდი იყო ეგ რა მოხდა კიევში უნიჭეობა სრული. პირველად გაქებ ხა მომისმინე. ას მაქე ბიჭო არ ვარგოდა არაფერი. არა აი კარგია გასვლა ეთერი და რო მე და ლორია მაგარი უნიჭოები ვართ მაგრამ ლორი რატოა უნიჭო? კაი იყო სასაცილო. მაგ ფილმში უნიჭო იყო. მე ვიყავი უნიჭო ლორია მაგარი. კარგი ეს ზედმეტად თავდება. ბუკა მოდი მე დამცინის ხოლმე რაღაცებს წინასწარ. შენ მოუყევი უთხარი ჩვენს ამიგოებს რა გეგმები გვაქვს რა? ვის? რა გეგმები? ლაილაიზე ხო? ლაილაის აქვს დიდი გეგმები. ესე დაიწყებდი მოწესრიგებულად? დიახ, რა თქმა უნდა. სუფლიორი ჩაურთე? დიდი გეგმები გვაქვს, გეიმ შოუებიც გვაქვს მოფიქრებული, ლაივებიც გვაქვს მოფიქრებული. ეს ამათ ვია. კიდე სხვადასხვა ბევრი რუბრიკა გვაქვს მოფიქრებული და მოკლედ მზად რო ვიქნებით ამ ყველაფრისთვის. მალე თან გელოდებათ ეს ამდენი სიახლე. ძალიან მაგარი. კი, ეგრე არის. დასაწყისი იყო ლაილაის ყველაზე მაგარი ჩემი აზრით. როგორც დავიწყეთ მახსოვს. ბუკა. აროჩი არ ესეთი პონტი გვინდა რა. ედანოდა რა ვიწყებთ YouTube-ზე საქმიანობას, მაო. ხალხი ჩუსტები. რამე და ტექნიკურად გვინდა შენი დახმარება. ეხლა რა არა არ უნდა დეტალების ახსნა შეპაროჭო გაიგე ბიჭო რეებს იცახე ბიჭო ესეთ რაღაცები გვექნება так გაგიმარჯოს ბუკა ჯანმრთელად იყავი ბედნიერად ბუკა გაგიმარჯოს შენ ანგელოზო რაღაცაო YouTube-ის ამბავში მინდაო ტელეფონითო რაღაცები დამამუგამებინეო ტექნიკა რაღა ტელეფონიო ძმაო ტექნიკასთან რაღაცა თქო და მე ჩვენ უთხარით რომ რას ქვია ტელეფონიო აგერ ეს არისო და პირველი წავით კაჭრეთში ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გადაცემა არის კაჭრეთში ის ლეგენდებს აუ გიჟდები და მან დაიბადა უნი ჩაცი ნო და აი ზურგს უკან რაღაცებს რო ამბობე გიტყებოდა აუ ეგ დემეტრაძე რატო რა თქვი აუ ეგ მაგადაცები და რაღაცები ამოსაღებია და ჩვენებელია თავი მაგრამ გადავიდე არა შორტები ხო დევს პრინციპში ბევრია კაცო აუ რას იძახდე ყლიაო დემეტრაძე არის აი არ ვიცი რა დემე ვაფშე შეიძლება მოვიყვანოთ ისე ღირს იმის მე რამდენი ხანი გავიდა პრობლემაა მოვიყვანე დემე აუ ნაკლების ამბავზე შეიძლება დემე რა გაასწორებს ორივე სოფლების ნაკლების აბა ეხა არისტოტელეს ამბავზე და იმაზე ხო არ მოვიყვანე მაგალითად მოწონს თუ არა თანამედროვე ნათარგმნი შექსპირი აწევებში აჯობებ დემეს ან დემეს ყველაფერში ვაჯობებ უკვე იმიტომ რომ დემე აღარ არის დემე რა თქვა ნახები დემე აღარ არის დემე აღარ ხარ ინფორმაში მაგითრა ნოდა კი აბა დემე პენალსაც ვეღარ გაიტანს სახელმწიფოში რაღაცა ჩამაწერდნენ დემეს მაგარი ბურთები კი აუო რას ამბობ მაგ თამაში რის ვაი ვაგლახით მოვიგერიე ეი რა ვთქვი ნახე რის ვაი ვაგლახით გაუმარჯოს ხარსაც და მე რა თქმა უნდა ხარს რა უხდება უღელი კიდე ხარ უღელი ყველაფერზე ესე იცის აი მოდი ეხა დღეს ჩვენ ეხა როცა ამ გადაცემას წვევთ ამ დღეს არის არა ეგ მოსულახან დაიცადე ეგაც ვერ ვითმე ამ დღეს არის PSG ლივერპული პირველი თამაში დამთავრებული იქნება და ეხლა ვისაუბროთ მაგ თემაზე აუ თან მოდი უცე არც ეგ ვიცი ძირთ ბიჭო და ნუ მაწყვეტე ეხლა და გაგიდრიგინებ აქ ანგარიშები წინასწარ რა ხო და მასადი სხვათა შორის მართლა იდეალური სივრცე არის ესეთი მაგარი თამაშების არა კი და ერთხელ დავიგეგმო და ეგ გადავიღოთ ბიჭო ეხლა მე მინდა ბუკა გამოვცადო თორე ვიყურე რამდენად იცნობს მამას რამდენად იცნობს აუ ამის რაღაცა მეორე კლასელოს რაღაცეებმა ხო ტვინი წაიღო პირით აღარ ამ დაძონძილ ფურცლებზე რო წერ თეთრი მაინც აიღე გაყავისფერებული ყოველთვის მგონია რომ ატრიალებ რომ ეკონომია გააკეთო მიდი ამაიღე შენი ადგილი იცოდე ამაიღე და ყოველთვის მაგარია ორიგინალი ფურცელი ამაიღეს მოვიუყნე ამაიღე უთხარი მე არ უნდა უთხრა ამას უაპასნესი არის პატრუ მიდი ესე შესავალი გავაკეთოთ გაჩერდი რა მოსპეციალ გაძაბული მუსიკა მინდა დიმა ვის უნდა 20000 ეს არის არა ბიგო დაალაგებული არა თუ გასცემ სწორად პასუხს იქნება ეს ღილაკი აი ეგ ისეთი ღილაკი იყო სწორად გაცემული შენ ხარ ღილიც ღილაკი და თავი ამტკივდა მართლა დაიწყე რა კაი ტრადიციულად
თქვენ ახულობ ამას თუ იმაში აპრინციპს თქვენთან აფერებს აღამებს თქვენ უფრო ცუდ დღეში ხართ ვიდრე მე აბა კითხე თუ არის ლუკა მეორე ხედა რეები გიწერია მეორე ხედა აქეთ გადმოდი ეს ძველი წინა გადაცემის მე ხუთი ფურცერ შეხე მათხო ერთსა მე რა აი ფურცერ ხალხ მინდა ვაჩვენო წესი შეხედე ფურცერ შეხედე ეს არის ორიგინალი ხელნაწერი კატასტროფა ხელნაწერს აქვს დიდი ფასი წავიდა ვისაც გააჩნია გამოვიდა გაგაგწერეთელი ის ჩემისა რა დიახ ვისთან ერთად მოხვედი გადაცემაში მამასთან ერთად ბები დავიწყეთ მამასთან მზად ხარ აქედან რო გავაკეთე კაკებს მიდი რა ჩაურთეს დიმა ობოლაძეს რეპორტაჟის დროს ა კირკოროვის საიუბილეო საღამო ბ მაგარი პარნუხა c ტიტანიკი თუ მაჟორიტარი შეხვედრა ამორჩეველთან საჩამირდეს გავიმეორო თუ შეიძლება რა აჰო იმიტომ რომ იმ ხელა კითხვა დასვა ამჩების და რა ჩაურთეს დიმას რეპორტაჟის დროს მალეკენი ბიჭო რა იცის უკვე პასუხი არა გაიმეორო კირკოროვის საიუბილეო საღამო პარნუხა ტიტანიკი თუ მაჟორიტარი შეხვედრა მოსახლეობასთან ყველაფერი შეიძლება და ყოფილიყო იდეაში მოდი ზარს გამოვიყენებ მაქვს უფლება ვის ვარ გაკლავ ერთი ზარი ვენომას მაგა რა იცის ვენომას ეცოდინება ვის რაიმე აბა მიდი არ დარეგო ვიდრე მართლა ურეგო მე მეგონა რომ ეს ისტორია გეცოდინე მაინც აცალე ერთამე რა შვები ვენო რავი სამსახურსა შინავა შენა სარა ლიტერატურა სამსახურსა შინა ჭმუნუასა აი ეს ეთერიდან გირეკავთ ძმაო ვის უნდა უცია იზაპირ ეთერში ხარ ამე ესეთი ათქვა ბრატ და კითხვა უნდა დაგისვათ და უნდა დამეხმარო რომ მოვიგო აუ ზაურეკა აბა მზად ხარ მზად ხარ ნახე როგორ თქვა რა ჩაურთეს დიმა ობოლაძეს რეპორტაჟის დროს საგიჟეთია ეს ფილიპ კირკოროვის საიუბილეო საღამო ბ პორნოფილმი c ტიტანიკი როუზი რო იძირება თუ პირიქით და d მაჟორიტარი შეხვედრა მოსახლეობასთან 10 წამი გაქვს ჰა თქვი ვენო პორნოფილმი კარგი პასუხი მიღებულია მადლობთ გაგაგებინებ თუ მოვიგე ეს იცოდა ამა თუ მოდი თქვენ უჩაერევით როგორი ის გახდა უცებ კარგით დიდი მადლობა თქვენ რასაღვარელი კაცია თქვენ უჩაერევით დიმა რა მიდი ბრო ეს თვითონ საღამოს გნახავ და კაი თქვი მიდი კაი დათიშული გუდა დააფიქსიროს დიმა პასუხი კი პარნუხა ნახდათ ვენდო ვენომას დაძაბული მუსიკა დულულუ ბესტ სორი პასუხია დიახ მარდოგრაფია ეხა იცოდა თუ გაარქვა თუ შეიძლება მოგვიყევით ეგ გაუდია იმ 4-დან მოდი მოგვიყევით როგორ იყო ორიგინალში რომ კირკოროვის საიუბილეო საღამო იყო და თან პარნუხა მიყვებოდა რა მაგის კირკოროვის მუსიკაზე იყო გერმანული აი მოდით ორიგინალში მოგვიყევით ეგ რა მოგიყვე ეხა თამაში რაღაცა ბიჭო მოძრაობა მონიტორში მიყავდა ეხა რო გონიათ აქ რო იზო იმას ვერ ხედავდი გვარი გეშლები რო ატარაკე აი ხელა ტელევიზორში მიყავდა და გეზე დიდი მონიტორი იყო კიდე რაღაც სხვა იმაში არ უშევ რაღაც სხვა იყო და უცებ ბიჭო რაღაც ეგეთი მოძრაობებია რა და ესე ხო ის სალი თვალით რომ მოგხდება გავიხე რომელი კატეგორიის პორნოა ო zum Beispiel fantastisch muskulatore deutsche porno ჯერმან ესე აი მიდიოდა გლიჯინი აი მე გავგიჟდი შეყურება დაუწყე და ეს სხვა შორის დევნა ჯაფარიძემ გააკეთა დევნას მივესალმები ხარ ძალიან კარგი თქვენ მოიგეთ აუ ისე რამდენი რაღაცა მაქვს მოსაყოლო ძალიან კარგი მე მაგას გეუბნები ხომ ყოველთვის კარგი შემდეგ კითხო მსად ხარ ხო ვაგზელებ თამაში ბიჭო ცოტა წესიერა თქვი ისე ერთსამა ნოდარის გაცნობის შემდეგ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილმა დიმამ პირველი რა თქვა რა გამოყლებული მაცდით არის ეგეთი პასუხი იქნება მაგას ეს მაგას კი პასუხებს ყველა პოჩი თქვი ეს ნაღდი გენიოსია რა მეც გაიმეორე თავიდან ნოდარის გაცნობის შემდეგ საკუთარ თავთან დარჩენილმა დიმამ პირველი რა თქვა ნოდარზე ამის ყრა ამაწოვა ეგრევე არა ეს ნაღდი ბიჭო ეს ნაღდი გენიოსია აი ხო რო შეხედა ბ მადლობა ღმერთო რომ მაესტრო შემახვედრე c უკომენტაროს დატოვა თუ d აუ ეს რა ყლიფონაა დაახლოებით ეგრევე გავიქცე ვადამდელი პასუხი იყო ეს იყო ვადამდელი პასუხი რომელი d რასაკვირველია სხვათა შორის ნოდარს გული გაუტყდა ეხლა ამ მომენტში ეწოდა სწორი პასუხია d აქ ხო იმაზეა საუბარი დიმამ რა თქვა და ეს ძალიან ცხადი იყო არა ბიჭო მომისვილი ერთ შემხვდა პირველად მაგას თუ შეიძლება გაიგოს მეცი გვი პირველად რომ ნახე ტიპი მანამდე არა შენს ადიყავ შენ რო ყოფილიყავ მე წავიდოდი მე და გიტოვებდი შენ
და კაცმა კოტე რობენაძე და სეტანტას თემები იზრებოდა და დაგვიბარა სადღაც ვაჟაბშაველაზე ორივე რომ იქ შევხვდეთო გავიაროთო და შენო ყველა პონჩი უნდა იყო რეპორტაჟებზეო ჩაგაბარებო კონტენტსო კოტემ რაღაცა და ესეც იქნებაო და ეს ვაფშე არ ვიცი მე რა მაგ დროს იმიტომ რომ ის არა მაქვს ნანახი არც სერიალი არც თქვა რაღაცეები და დავგუგლე რა და გაიჩითა ეს უკან გადაკრული თვებით ატლეტიკოს მაიკი და ხავის ბიჭო რაღაცა საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე და აი ნუ მე ეს ვეში იჟია ვიღაცა მოვიდა ერთად ჩუბოთა ეს შემოვიდა ერთხელ მე თქვენ მამდიდრებთ მე თქვენ მამდიდრებთო და ტელეფონით ტუალეტში გავავნოთი კოტეს დავურეკე ერთხელ მე გავდივარ კაროჩე მეთქი რა მე თქვენ მამდიდრებთ ეს მამდიდრ აი ეს სიტყვა მამდიდრებთ რო იცით კი თუ გიჟი რა ჩვეულებრივი რა მე შევედით იქ რემონტდებოდა ოფისი გაყენული არაფერი არ არის და ეგ მართლა იყო ეხლა ეს შემოყევი მაშინ არა მიდიქთ ხო შევედით თითები იფშვნიტავს რა ბლოკებია მარტო ცვეჩი ბლოკები მეთქი ეს რა არის რა მაგრაციო და აი ეს შევდივარ და ერთი თვია ბიჭო დარჩენილი უკვე ვიცით რითი უნდა გაიხსნას რა რით რა არაფერი არ ვიცოდით ეგას ვიცილი გავხსენით და მე უნდა წავიყვანო მონპელიე PSG-ს თუ რაღაცა იწყე აუ რა მაგარია არა გლაზგო უკვე უნდა დავიწყო შოტლანდია როგორ შემოხედეს აუ ერთი სული მაქვს მეთქი და всё ვიწყებ მომზადებას თუ ჯერ ფანჯრებიც არა ეცი როგორ შემომხედა აი მან მივხვდი რომ ამას აღარიში გავს და სოფლიო ჩემპიონატი საკლუბო სოფლიო რომ მიყავდა რომელიც იყო დილის 5-ზე 4-ზე საგრომოდან მოდიოდი ხოლმე რაღაცეები ამას თუ ქონდა ღამე თქვა 3 საათზე ღამე თამაში დილის 3-ზე მიდიოდა რა გინდანო და რა უნდა მოემზადო მე ძალიან მიყვარდა ემზადებო ეგ მომზადო კარგი შემდეგ კითხვა რამდენია სულ 5 3 და აი ძმა მიდი დიმას რეპორტაჟის დროს საკომენტატორო ჯიხურში რა შეუტანა ნოდარმა ჩუმად რა საკვირველია საერთოდ არ რა სამწუხაროდ არ გახსოვს მოკიდებული სიგარეტი ბ მოკმეჩილი შაურმა რომელსაც პიზდეცის უნი აქვს c ძველი კეტები ხო იცი ფეხბურთში თამაში ერთ სამხელს და d ფრანგული სუნამო პირველი რა იყო მოკიდებული სიგარეტი ალბათ a დაფიქრდით გაქვთ რომ კიდე რა იყო მეორე b მოკმეჩილი შაურმა c ძველი კეტები თუ d ფრანგული სუნამო შატოხდიო მე თქვა სუპერპეტი თქვა შემეტი თქვა b ანუ შაურმა. მაგრამ ბიჭო, ბოლომდე როგორ ვერ შეჭამდი იმ შაურმას. რა, ვინა სპეციალურად შემომიტანა. აი ვერ ხვდები რა. მაგითო სიგარეტი არა, არ მაინტერესებს. იმიტომ რომ შაურმას ბოლომდე შეჭამდი. აი, დაიძაბა მუსიკა. კაი, თუ არ მინდა მოვაცილე ბიჭო რა. თქვენ წააგეთ სამწუხაროდ შაურმა რომელიც ორდერ ესე მივარტყი გაიგეთ აი ის არის მელ გიბსონია რა რატო მელ გიბსონი ორდერ მივარტყი მეორე საწინააღმდეგოთ მიდის ახლა და ისე განახავდე ყველაფერს იგა დინების საწინააღმდეგოთ მიდის თქო ბიჭო ახალგაზრდა ბიჭო აუ მეთქის მო კაი შემდეგი დარჩენილი ორი კითხვა თქვენ 3-დან 2-ს გაეცით პასუხი და ერთი სამწუხაროდ ჩაიჭერეთ ჩაიჯვა ერთხელ ბიჭო კარგი გადავედით დიმამ რომელი კინოპერსონაჟის სახელი ათქვევინა ნოდარს მოტყუებით a რემბო b მედროგე პავლე c კასანდრა თუ d ხუანი ეხლა მე უნდა წავიდე ესე იგი არა ასე პასუხებდი მე არა მაგას შენ ახსნი როგორ სტუმარი თავარი არის რითმი ამ შემთხვევაში რემბოზეც რაღაცები რითმი მაგრამ ისეთი ბილწიც არის რითმება, მაგრამ აი აულეზე რო ირითმება. აულეზე ირითმება ზუსტად იმ კალიბრის ხუმრობა. მოდი დავდგათ ეგ სცენა. ნოდა, რა ქვია ის? მედროგეროა, რა ქვია, გუბარო თამაშობს, კაცო? რა ქვია? მაიონეზი რო არის, კლზე რო. ჯერ დააფიქსირი აზრი რა. ჯერ დააფიქსირი პასუხი. პავლე. და თქვენ მართალი ხართ. აი გამარჯვების მუსიკა ეს. ბიჭო, ეხა რომ მოდიოდი დამეშვა ისა საბურავი ველოსიპედზე. და ის არ მქონდა, რა ქვია? ჩასაბერი ის. რა ქვია იმ? ჩასაბერი. მოხდა ფიდელ კასტროსი მაინც. არა. მოხდა აბა დამოხდა პავლეს შესახებ. დავდგი წეღანდა. არა, რა მოხდა პავლე? რაღაცა სწორად ცოტა ლაპარაკობ. ნოდარ. რა ქვია ის ვერსულის ველოდებში არის? და მე გამიხარდა. მედროგეროა ბუბარო თამაშობს, რა ქვია ბიჭო? და მე გამიხარდა რომ ამან არიცო და მე ვიცი. და რა ქვია? პავლე თქო. და მავლეო, ხელი მავლეო. ეგეთები ერთხელ SMS-ებით 8-ჯერ ვათქმევინე. არა, მეჯერ. იწერით, ბიჭო. ეს ყრინი არა მაქვს უბრალოდ რა. როგორ არა აი იმდენად 8-ჯერ ტიპმა რა თქვა. და ბოლო კითხვა. თბილისიდან საგურამომდე როგორ მოუშალა ნოდარმა დიმას ნერვები? a გაუჩერებლად მღეროდა, b ხმამაღლას უნთქავდა, c რადიოში რეკავდა, თუ
D ყველა ბანერის და მაღაზიის სახელს გამოთქვით ამბობდა ხმა. აუ მეთქი ყველა პასუხი სწორია იქნება. თავიდან რა იყო? კითხვა რა შემდგომარეობს? გაუჩერებლად მღეროდა. არა, სად? თბილისიდან საგურამომდე. როგორ მოუშალა ნოდარმა დიმას. არა, რთული რაღაცა სირობეს ეს. ნერვები მოეშალა. რა კონდიციაში იყო ნოდარი? ნოდარი იყო ზე აქტიური იმიდეს. აქტიური. თვალი არ იყო. არ იყო ფხიზელი. პრინციპში ერთნაირია ფხიზელის და თვალიც. მოდი ესეც. მოდი იყოს ა. რა ერთნაირი ხარ შეიძლება. გაუჩერებლად მღეროდა. გაუჩერებლად მღეროდა იყოს. დაწმენებული ხარ? ისე თქვენ მაინც გამარჯვებული მიდიხართ აქედან. ვიცი და მე პასუხს გეუბნება. ვიფიქრე. არა. D რა არის? ყველა ბანერის და მაღაზიის სახელი წაიკითხა ხომ აღლა გამოთქვით. მართალი ხარ? მე საერთოდ არ მახსოვს. მოვიგე 20000 დავე. 20000 მოიჯვას. კარგი. პული მოჯიო იმანაც ეგრევე შუს პაძეშ გამიცავ. შენ დროზე 10 იყოს, კაი 10-ად შეგაცხა. მოვიგო მატუკის მულოცა. დაიდოს, სპონსორი დაიდოს. მატუკი გილოცავ და მე რა მინდა ვთქვა რომ ჩვენ იმ გადაცემას რომელიც და უკვე 5 გადაცემა არის გამზადებული, აი ეს მზამზადებს გარდა ლაიგისა, იცით რომ ჩვენ სპორტული ლოგიკა გვინდა და მაგასაც მალე გაგაგებინებთ. 5 გადაცემა არის, ჩვენ კითხვები გავლილი გვაქვს, ძალიან საკაიფო. ჯიგრები ხარ, გამოიწერთ, იცი რა მაგარი ჯიგრები ხართ, რომ აი ყოველ წამს რომ შევდივარ სულ ემატება გამომწერები, ნახვები საკაიფო და ამონოს. ეს რა არის აბაიკა? ეხლა სომხეთთან მინდა მე სომხეთი გავლილი გვაქვს უბრალოდ და მე მინდა არა სომხეთს მოუგებთ მე მინდა ახალ შესარჩევ ჯგუფსაც ვკითხო მატუკის და ეგ არის გავიდეთ ფინალისკენ რა ამიტომ მაგარი ჯგუფია ძალიან სერიოზული ჯგუფია ნიდერლანდები ჰოლანდიას ესპანეთს შორის გამარჯვებული ჩაჯდება ბულგარეთი და თურქეთი რას ფიქრობ ბაი არ ვიცი სიმართლე რო გითხრა ბაი რა მინდაო უნდა ახალ ჯგუფზე ხო ანუ ყველგან უნდა ვიჭიდაო ზოგადად ყველას ეგეთი მოთხოვნა გვაქვს რეალურად რომ უკვე რაღაცნაირად ისეთი გუნდი შედგა რომ ევროპაში თამაშობენ ფეხბურთელები ყველანი რაღაცა სათამაშო პრაქტიკა რეალ საინტერესოა სწორი მიმართულებით მივდივართ და უკვე რაღაც მხრივ ანუ სამართლიანადაც ვითხოვთ გულშემატკივრები რაღაცებს მაგალითად რაც ბოლოს არ გამოვიდა რა სიტყვა შეჭება ობიექტურები იყავით ახლა ობიექტურად სად სოფიოზე გასვლა არის ძალიან რთული ძალიან და მაგის დროს მოვა ალბათ ეხანდელი გუნდი რაც არის ანუ ხომ არა ცოტა ფრენას თავი დაანებოთ ობიექტურად კონკურენტუნარიანი გუნდი ვართ მაგრამ ძალიან დიდად ვარ დამოკიდებული კონკრეტულად ერთ თქვა ფეხბურთელზე რომელიც არის ხუჩაკვარაცხელია და იმის გარეშე ცოტა გაგვიჭირდება ნებისმიერ შემთხვევაში ყველა უნდა იყოს აბსოლუტურად ყოფში და ყველა იდეალურ ფორმაში რაც ფაქტობრივად გამორიცხულია. თავი არის ის რომ ყველა სათამაშო. ეხლა უყურე ყველა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელი. უმეტესობა ლეგიონერი ყველა არის აუთსაიდერ გუნდებში და ყველა არის წნეხის ქვეშ და ყველა ვარდება რა თითქმის ეგ არ დავიწყებ ჩამოხმას რა. კი. ესეა რა. მაგრამ ბიბა სათამაშო პრაქტიკა ხო? პრაქტიკა კი აქვს, მაგრამ ეხლა მამარდას რო პრაქტიკა აქვს, ეგეთი უნდა. შე ბარაბანივით ურახუნებენ ბიჭო და ჯერ ერთი თან მერე პრესა ხო იცი როგორი ამბავია რა. ეხლა დაიწყეს უკვე ეგ ვითომ რაღაცა მამარდასნაირ მეკარე ეძებეთ ბიჭო. არა. აი უნდა იდგეს თუ არ უნდა იდგეს დანარჩენ თამაშებში პრესამ დაიწყო ეხლა რა ხო რაღაც ესტომებს რო უშვებ ბიჭო ეხლა ვერ გავიგე თამაშზე რო ამდენს გირახუნებენ ევროპაზე ტიპმა რა ითამაშა ხო კონკრეტულად იყო თამაში წრეხში იყო და რა თამაში არა ეხლა ლივერპულის მეკარია და ამდენს კიდე იდაპარაკო ჯერეთ ერთად სუდათ მოიქცენ ეს ჩანტები შეწყვიტე ეს მამარდას სახელი გვარიძახილი რო გადავიდა ლივერპულში და ასე შემდეგ ეხლა და ეხლა ალისონ ბეკერთან კონკურენცია ბოდიში ეხლა ცოტა თო ეხლა ეგრე არ არის ბესტალია სტატუსი მამარდა და აღარ იძახდნენ მაგრამ მე თუ მკითხავ ჯობდა რომ ისე როგორ თუ იყო შესაძლებელი ბარემ უკვე ეხლა ხო მაგრამ იჯიგრა ეხა იმან და დაცა და ჯიგარია და იმით დავაფოს მაგრამ უბრალოდ ის გუნდი უნდა გაძლევდეს მაგის შესაძლებლობას საშინელი გუნდი არის არა უყურე ეხა ეს წამი შე რა გუნდია საშინელი რო ამიტომ დაჭა დამასადა ნეაპოლის გულშემატკივარი ხო არის ეგეთი რომ ან ზულ ხარ ან უყარ ხარ და ერთი წე გადაბურული ფეხი ამ შემდეგ მაგრამ შენ რა PSG-ს ნაკლები გონია ბიჭო ეჩ გაიხსენე ჩვენ რო ვიყავით იქ რა ტიპები არიან იმენა არ ვიცი ეგუდები უნდა მოძებნოთ მართლა და იქნება გადაცემას ჩასვლა არა მართლა ჯერ რომ მოდიოდნენ იქა მე და ეს ვიდექი გული გამის გლორი მან იუნაიტედ თუ დავიყვირე თუ რა გლორი ეს არ არის დალაგებული ბიჭო მეორე ეს ხუდი მოიხადე მეთქი შენ ჩემო მოდია ბიჭო ზანგები 2 მეტრა აი ხედა შკაფები ნაკაჩავები და რა თამაში წააგეს ზღაპარში და სკოლის მოსწავლეები წააგეს ბიჭო თამაში ბოლო წამზე პენალი ამბავი და მოდიან და ეს ეხლა თვირიში გაგვიხეთქავენ და
ჩაერა და ფუაერ დაგვიფუთხეს და მე აქედა ქართულად წადი შენი დედაც მეთქი და ეს რაენა რო ვერ ვიკაიფა და მოტრიალდა ტიპი და პოლიციელები გე წავიდა თორე მოფიტყვა ის გაგვახევდნენ თავხაბა ჯობს სიცოცხლეს ანაძრახსა სიკვდილის სახელოვანი იყვნენ ჩვენი მენო ძალიან ვიცემებოდით ჯობს პსჟ-ში ძალიან მაგარი კი იყო ჩვენი ჩასვლა რა არა ეგ ეხა როგორ იყო ეგ ადრე თქვი და ეხა უფრო შენახანახა უფრო მოყვები სექსშოპი რა გინდა შევამოწმო რატო სექსშოპთანაც ვიყავი ნოდა დაგინახე ანგარიში არ მახსოვს ზუსტად როგორ დავთავდა ულტრაფორზე წავაგეთ თუ რა 2-0 და ვაფშე პირველად დაფიქსირდა შემთხვევა რომ პირველი თამაში 2-0-2 წააგო სახლში მომდა და გავიდა ო და აი უშასოდი ხო და ბილეთები აღებული მქონდა მეთქი წავიყვან თქო რა მაშინ ამნეტლიც ხარ რომელი წელი იყო აღარ მახსოვს და მე ვიფიქრე არ წავიყვან მეთქი ეხლა რა გვინდა წაგებულთან მე რა პარიზში მაინც ვანახე რა ეს წავა და არ გადავიფიქრე და წავედით რა აი რო წავედით და ეგ ხო ნუ ოფთან ჯერ ისეთ ადგილას მოვხდით ჯერ ფერგიუსონი გაეძრო იქა და მე მოვასწარი სურათს გადაღება და ამან ვერ გადაიღო ეს სირინახე პარიზშიც შახვედით ერთად მე ის ასტუმროდან მაციურისის მისაკრები მოიპარა გეუბნებით არ მჯერათ შვილი ამბობს მაციურის მისაწებებელი მიპარ თავის მოჭრა აი გააგზენა ეგაცი რაღაც მოწე და წაიკითხა კაი აღარ ვიდა ნერვების მოშლა კაი ეხა შურს გაიგე ჩვენ რო ნაყოფებია მაგ თამაშებს და გვაწყვეტიებს რა არა მაგარ ადგილას ისეთი ადგილი იყო აი ეს ვიღაც დაცვან გააჩერა თორე ფერგისთან მაგრამ პრინციპში შენ თავი ჩავუტარ ჩანთით რო ვიყავი ეგ ჩემი სურათით სუდი არის იმიტომ რომ ერთი წამით გადავიღე და ეს დაბლარული ვითარ გარბოდა როიკინთანაც მაქვს სურათი გადაღებული მაშინ რატო არ დადე იქ ფერგისთან ფოტო მე ვერ მქონდა მე ვერ გადავიღე ანუ ფერგისონი გაიჩი მე მახსოვდა რომ შენ ვერ გადაიღე და შიგნით იყო ამან გადაიღო პირიქით ბაბუ გაიჩითა ამთავებინეთ ეს დედა მოთხნული რა ჩვენი ამოცანაა ბანტო დავიღალე უკეთო მე რო წავიდგენ დაამთავრე ბაბუ გაიჩითა მომხრევა რომ ბატუკი ჯუნი ფერგი ბაბუა ეხა რა ვიცი ბაბუს თავი დაანებ ჯერ ყვები იმას რომ დრესკოდი არისო ჯერ რო შევიდეთ ვიღაც ხალი მოვიდა პიანოზე უკრავდა აუ ის მაგარი რაღაცა ვინოები მოგიტანეს ამას მეუთხარ რაღაც ჩარში ვართ მე დღეს თაგილას მოხდით ხო რა კაია და ბიჭო ყველა ვინც გინახია სადმე რა ვინც არ თამაშობდა იმ დღეს ყველა იქიჯდა ჩვენ სადაც ვიყავით და ჩვენ გვეცვა მანჩესტერები ოღონდ აგვიგზალეს და კუდი მოვიხადეთ ესენი შევიკარით და ესე და ბოლო გოლი რო გავიდა იქ ვიღაც ტიპი რო იჯდა რა იქ ვიღაც ტიპი იჯდა და რო ყველამ გაიდა მაგიტყა ადრეს კოდი არა ისა და წავიდა და იქ ნუ საოცრება ხდებოდა და უკანა გზაზე ტეტის ტრაქის სკინებით ეს ფრანგები და ჩვენ დაღრეძილები მოდიარ თან არ ვიცით თუ არ გაგძუხნონ რა ვიცი ეხა იყო მაგის ვარიანტები და ტრიბუნაზეც რა სადაც ვისხედით სუფრანგები იყვნენ რეალურად 5 ვიყავით მანჩესტერის გულშემატკივრები ის 3 ბრიტანეთიდან იყვნენ ჩვენ 2 ვიყავით ეს ერთი გააგდეს მანჩესტერის ეკიპირების გამო რეალურად მე ის გააგდეს ტიპი ვაფშე კი მე ხუთს მაინც ვიხურელდი მოვიდო და ტიპი მოიხადე მოვიხდე მე მაინც ხო და აი რა სიდებილია რო გეუბნები დაიხურა და მაინც რო იხურა აუ ჭუბზე გამახსენდა ო mi amigo ხო და ეგ ამბავი იყო მე რომ მოვიგეთ ეს ბოლოს პენალტი რო დაინიშნა ვერც ხვდებოდით საერთოდ თავიდან რომ პენალი ინიშნებოდა პენალი რო დაინიშნა გამოვშტერდით ამან გაიტანა და მე უკვე ისეთი ღრიალია ვტეხეთ რომ აზრია ეგ ვიდეო მაქვს საფინალო სასტვენის მერე მაქვს გადაღებული მიდევს კიდეს Facebook-ზე შეგვიძლია ჭუბზე და პენალზე რა მე და შენ რო ვარ იმ ბრიტანელ ტიპს აი ესე ეხუტება ბიჭო არა ეგ წელი გამახსენე და მე ეგ ვიდეო რომ მოდივარ და მაღაზიაში ვიყავით PSG-ში და ის ვიდეო ჩააგდეთ რა ჯგუფში თქვენ რო ერთმანეთს ჩააგდე მე შენ არ ზიხარ მონტაჟი არა გაქრა მოძებნე ეს მაო ბიჭო რო გეუბნებიან ნახ ჭუბზე და პენალზეც რა გამახსენდა მატუკი არის ლოკომოტივში მუშაობს და ქვემოთ ფეხბურთელების გამოსასვლელი გამოვიდა გაბრაზებული 1-0 წააგეს ლოკომოტივმა წააგო ოლიმპთან რუსთავის ოლიმპთან და პენალტი სკამზე ჯინსებით რო იჯდნენ ფეხბურთელები ხო არა ეგ პერიოდი არის თავიდან იყო გამოვიდა ორი კამერით ვაღებინე იქ დგება მაშინ არ იცოდა რომ ეს გადამეყრებოდა მე ცხოვრების გზაზე შენ საერთოდ არ მახსოვს რა ვინ აი ეს შენ ვერც დამიმახსოვრებდი და გასაცხრებული გამოვიდა მერსედესის კუპეში ჩასა ლონდონ პარი ჩართო გავარდა ეგრე ხო და არ მახსოვს ამ კოლეიუ იყო ან ლონდონში არ ყავდა მერსედესის კუპე კუპე ყავდა მერსედესის ორკარიანი ნაცრისფერი ასფალტისფერი ეგ რა გამოვიდა ორი კამერით სპეციალურად ვაღებინე აი მე დედა ამისი მე და შეიგინა და მახსოვს ფეხბურთელები შეშინებული უყურებდნენ და მაშინ ოხო არა სადმულები იყვნენ ეს მაშინ მივხვდი რომ ამას გამოვიწეროთ ლაილაის არხი გამოვიწეროთ ლაილაის არხი აუცილებლად არა კადრს ასწორებ კაცს ასწორებ კიდე თქვი გამოვიწეროთ ლაილაის არხი მეგობრებო არ გინდა ეს არ ჩართო ეს რითმში ჩვენ არ გვიმღერია მე და შენ
სლეტი. ჩემი ამოცანაა ცხოვრების, სადამდეც ვიცოცხლებ რომ ავანთო დიმა. აი ეგრე ბამონოს ვენგა. და ძალიან მაგარი ულტრასები ყავთ. მე რაც ვნახე, ერთი წამი არ გაჩერებულან. იქეთ მეორე მხარეს ბრიტანელები იყვნენ, რა თქმა უნდა, ეგენიც არ გაჩერებულან, მაგრამ ესენი მართლა გიჟები არიან რა, შეშლილები. პიროტექნიკის ისეთი რაოდენობა გამოიყენეს, რომ არ ვიცი. არა, ხო და ჯერ გზაში რომ მოდიოდე დაინგრა იქაურობა აფეთქება და მთელი ამბავი. მაგას გეუბნები ხა PSG-ში. ეხა ამაში ამდენი ფული გადაიხადეს, ამ ხელფას აძლევე. ისე თემა რა, ეხა იქ ნეაპოლში ხანდახარ რო იცოდეს ხელების თემა და ის აქ არ გამოუვა რა, ეხა რა 10 მილიონს რო გიხდია ბიჭო, ვერ იზავდა. ამერიკას უყვარს, მაგრამ უნდა და გამოიყენებს. როდის ვეუბნებოდი? არ ვიცი, ეხა დააყენებს და მეუბნებოდი რომ სექტანტი ხარ, როდის ვეუბნებოდი რომ რა კარგია რომ გადავიდა ლუის ენრიკეს ხელში იქნება და არა, კაია გადავიდა იმ ხრი რომ ლიგაზე ითამაშებს, თორე ეხა ჩემპიონატის იტალია ჯობი, მე ესე მგონია, შეიძლება შენ სხვანაირად გონია კაცო. მეც ეგრე მგონია. მე რა თქმა უნდა ხმა რადიკალურად განსხვავებულად ვფიქრობ. უბრალოდ ლაურენტის აგინებენ ეხა, მაგრამ მაგის დეიდას. ლაურენტის ჩემპიონობის წელსაც აგინებდნენ, ოღონდ სხვა გზა არ ქონდათ ეხლა ჩემპიონობა დამთავრებინეს, ეთემისა მართლა რა. ამთავრებდი და პაუზა ქონდა და მეც ვიტყვი ლაურენტის, აი გაბანკროტებული 2004 წელს ჩაიბარა გუნდი გაბანკროტებული, დედა არ ყავდა, ჭაძე და ლობიო. არა ინტერესებს, შენ ჭაძე და ლობიო და პარასი იმერია. მე სამივე მიყვარს. მაგრამ მე რასთან გაბანკროტებული. კიდე ერთხელ შემოწმები თუ არ წაგართო ეგ მაიკა გაჩვენა. შენ ამის გამო ზონაზე შევალ ძალიან ცუდად. მეორე მაიკას არ მოგცემ. ხო არ ღადა. აი ნახო როგორ მოიქცევი გადაცემის აუ ხო არ ღადო რაული გიდევს რაული მიდევს თუ ბებიას მაიკა მიდევს მაგას გაჩვენებ შენ ძმობას მისავ თუ აუ გეხვე რა გიდევს ბებიის ხელმოწერი აუ გევედრე რაული გიდევს არ გამო ნამოხანის ბულსის მაიკა მაგ მას რაული გიდევს აი ხო არ ღადაო რაულის ხელმოწერით არის მაიკა აუ ბებია შენ ისე რამოსი არ გეყოფა რა ჩემი რუნის მაიკა ხა ჩარჩოვდება მაგაზე რა რითმი იცი ო სხვადასხვა ერთ რაღაც არ დამოვიცდეს ის ჭაბუკი ამხანაგი მეგობარი ჩვენი ძმა რომელიც მოგწერა ორიგინალი ფედერაციას მაიკა არ ქონდა ემიზომა შავი ნაკრების და სხვა შევიძინე კარგი ხარისხი ძალიან ევროპის ჩემპიონატის ლოგოთიდან და ყვარაცხელიას წარწერი და იმ შენს მეგობარს დაურეკავთ მიუცებ და გამოგიგზავნის ეს ემიგრაციაში ავსტრიაში თუ არ ვთქვი რა ჯიგარია ნახეთ და ის კაცი კიდე ის ბიჭი ბრაზილიის ხუდი რომ თხოვე ისიც გელოდება ძმაო იმის მერე პარკში დევს და შეგვეხმიანე და მოგცემთ რა რავი საწამოგიღო ეხა სადგეძები ეხა ველოდები კომენტარებში რომ დიმას ეს ხის ფული არა შუაში ეხა როცა გაქვს საშუალება და უნდა კაც რა პრობლემაა რა თქმა უნდა ჯიგარი ხარ შეშოვით აგაწყობ ეხა სალამურზია ხო უნანა ეს გიჟი არის გეუბნე ეს სამკურნალოა ბიჭო ეს სალამურზი შეგიძლია კელატრიშვილივით დაუკრა ხალხნო ძალიან იმას რა უთხრა შენ ხარ ტინტობრასის კონკურენტი დაუკრავ სალამურზე ტინტობრასის კონკურენტი სალამურზე დაუკრავ მოვიდა ჩაგეკონო ყველაზე რამოსოიკის გამო კი უნდა ჩამეკონო ისე რა დედა ლამაზიშვილს რა უთხრა ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი რო დაუკრა გიტარაზეო ჩემი ტიპი გამო ეს იხევა სიცილით თქვა ვინ იხევა სიცილით ვინ და ვახო გაფრინდაშვილი ვახო გაფრინდაშვილი მოწონცულდა ბამონოს ვენგა რავი როგორც გავა ესე ვასიბა სხვათა შორის ხო იცინე შენათი წუდის ნახულობ შეცემა მე ესენი ვაშეც უდღეს შენ ამათა ერთ აქედან მიყვება და სტუდიაში მომონტაჟებენ ერთად და ეს იქ არის წარმოიდგინე ლუკას ნოდოს და ბუკას ვკითხოთ თუ არიან შაურმის ჭამის მერე ჩერდება ცუთხეშვა შაურმის მაგივრად ხარ მეყები თან მოიტანე შაურმას და გაჩერდება ვიწერთ ლაილაის ბალაიქებთ ვიდეოს გიყავს უფრო თუ შაურმა არა ხინკალი რა თქმა უნდა თავსო გადააგდებდა წავა ლაურა აი ესეთია ხალხო ლაილაის მადლობა რატო ვიცით აი ამას დიმას ფარდა ახსნა ვიღაცები შაურმა ინტელიგენტი არა ვიზუალი აი ეს არის მეგობრებო მე მინდა რომ აქ ვარდია მოვიწვიოთ ამ გადაცემაში და ვისაც გინდა დაწეროთ კომენტარებში გავსპამოთ აქ ვარდია გავსპამოთ და მოვა სად ბიჭო აუ სხვათა შორის ახლა ჩვენ მივიდეთ აქ დაჭდება გინა მართლა გეუბნე ვინ მინდა რომ მოიყვანო აქ ნაღდათ მინდა იმიტომ რომ ჯიგარია გელა ბარკალაია დალშე ნარდი გვინდა აუცილებლად მე არ ვიცი ნარდის თამაში მე დაჯინებიც ეხლა თუ გააბრაზებ გაიგე არ მოვა და ამიტომ გაჩუნდი მართლა გასაბრაზებელი ანუ ჯიგარი კიდე მინდა უკეთა ხალხს შალვა ნათელაშვილი ბუკა მითხრა იმ დღეს შალვა მაგრა
ნათელაშვილი მაგარი იქნებოდა და გუგავაც მოვა. შალვას დაგონია, გუგავა თავისთავად. გუგავა ეხლა ცახარი ზმო. შალვას რო დაურეკო მოვა, დარწმუნებული ვარ. კი. უბრალოდ კარგად უნდა დავხდეთ რა. და მინდა ყველა ქართული კლუბის პრეზიდენტი დავსვა და YouTube-ზე? სათქმელი თქვა ახლა, აი YouTube-ზე. თუ ძმა ხარ და თუ ბიძაშვილი ხარ. ვიხედო გუნდებს YouTube-ზე, ახლა ქართული კლუბის პრეზიდენტს ვინ უყურებს შეჯება? თვითონ თქვა. 11 კაცი უყურებს ძირითადი შეგრუთელი მარტო რომ ასლანოვიჩი დააყენოს. მე სხვა არავინ არ უყურებს. არა, როგორ არ უყურებ? მიაღწიოს წარმატებას თითო ეტაპი გაიარონ და პრობლემა არ არის. შენ თვითონ გაქვს სათქმელი რომ პრეზიდენტებთან ვისაუბროთ და ეს ვიცახი სატელევიზიო თემაა ეგ. არა, პირიქით სატელევიზიო ვერსია. YouTube-ი მაშინ ეგ სპორტ აზაღლებს ხო არ იქირავებს შეჭები. გაუხდებით რა იყო. სპაიერს ვენაცვალე მე რა. აი სპაიერს გაუმარჯოს რა. კი. სპაიერს გაუმარჯოს. კი, ნამდვილად აი სპაიერი. სამაგალითო გუნდი, აი ამ ხელა გუნდი, ეს საწყენად არ მიიღებ, დაბალ ბიუჯეტიანი. და ტიპები არიან, იმერი ძალიან მაგარი აზუკა და რავი, აი ძალიან მაგარი სამაგალითო ტიპები და აი უბრალოდ ნახეთ თქვენ თუ არ ბოლომდე არ იჭიდაო ყველა რა შეიძლება ბევრი თამაში არ იყოს, მაგრამ ითამაშებენ რა. აი ამერმა რაც გააკეთა, რაღაც ეგეთი ვარიანტი იქნება. შენ ამბობ ხო და ტყუილუბრალოდ არ ამბობ. შენ? აუ კიდე გაწმენდგენო თელი ცხოვრება დაალატორმუზეთ ბიჭო თუ საჯერო გახდება. სპაიერს ვენაცვალე, კი და აი ცოტა კლუბებმა ცოტა გაინძერით, ცოტა რაღაცა მოიმასკა. ხო და მაგითო გეუბნები ერთი გადაცემა მეგობრებო, მოვიდა დრო უკვე. მემაწყვეტი. რო ცოტა რაღაცა წინ წავიწიოთ რა, ზამაო. ხო და კლუბის ხელმძღვანელთან ალემაო, ფარკაო, ტოსტაო, და ვილაპარაკოთ რა უნდა. არა, ეგეთი კი მე არ მაქვს ეგეთი. ხო რა, შენ თვითონ სად უნდა დავსვათ 20 კლუბის ხელმძღვანელი ეჯემიც. 30 არც მოვა, 2 მოვა. მეტი არც ეს მაგარი ტენვარო არის. კლუბის ხელმძღვანელი. მეტი არც მოვა. ვიგი და ფიფიაგი და მოიყვანა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში. უთხრათ ბატონო რომან მომძანდი ვისაუბროთ. და მინდა ქუთაისის ტორპედო პირველ რიგში. კერესებზე მოვა. გიცი, აი ეგ მინდა. თუ მოვა ბატონიტარიელი, ძალიან მინდა. და ბატონიტარიელიც მოვა. ხო და სამი დაეტევა ძალიან კარგად. მერე გადავალ შემდეგ ეტაპზე. ჩემიც ის არა. ესეც მოვა. გამოვიწერო. ყველა. გუგავას მოვა. აი ბიჭო, აი გაროჩე რა. მიდი ჰე. გამოვიწეროთ ლაილაიში. შენ რა გაკეთე თამაში რა მე? ასპახანში. მიდი ხელი გადაუწიე ბუკას. მე ბიჭო. ეხა მაგალითად სურვილი გაქვს შესაძლებელი თო. ხო და თქვი მე რა ხარად უნდა გადაიქცე. შემდეგ გადაცემაში ნახავთ. შემდეგ გადაცემაში ხარად როგორ გადაიქცევა ნოდე. ეს არ იცის ვახომ რა არის. რამოსის ავტოგრაფიანი მაისური ორიგინალი. არ აინტერესებს მაგას. შენ ვისი გინდა? ვაიმე, გადააგდე. აი დროგბა გადააგდე. ეთქვა ბიჭო ფინალზე ხო ვიყავ მაშინ გა. ეხა ჩვენ ესე გვეგმავთ რა. სომხეთის თამაშს ვწდებით, ვერანაირად ვერ ვჯდებით იმაში, რომ ცხელგუზე ვიყო და რომ დამთავრდება. მე წყარად შევაჯამეთ, თუ იქნება შესაძამებელი, ხო, ძალიან თუ არ იქნა. რატო არ იქნება? ყველა ვარიანტი შესაძლოა. ძალიან თუ არ იქნა, თუ ბაშ პელოტაკეს პაპოსოდე. ხო და მაგას შევაჯამებთ, გავაკეთებთ, დაწონებული ვარო, ჩვენი გუნდი გავა, ხვიჩას მინდა წარმატებები უსურო ლიგაზე. მე ვფიქრობ, რომ PSG-მ ლივერპული თუ გაიარა, თუ მოხდა ეს ეხლა, უდაო ფავორიტია რა ის. ყველანაირი. აი ხოსთან ერთად რო აკეთებ. აი კიდე ნახე. აი მეოს, აი. მე ვფიქრობ, რომ შარვალს რო იწვა ეგმევას, აი. აი ხალხის თავში ჩამოხედა რომ მე მწერე რომ ნოდარის რატო არა ლაპარაკებ თუ რაღაცას თო თქვენ ვახე ვერ გავიგე ისა მიკერძოებულები ხართ ამის ნათესავები ხართ თუ ვიხართ თო ხმას არ მაღებიეს კაცი თო ევერტონიდან მანჩესტერში გადავიდა რუნი ეს არა მოდი აბა გავაკეთოთ ფარდა ეხა და მატოკის გარკვევა კაი ერთი ლექსი გლიჯდა და წავიდეთ რუნი მაგლა ბოთლებში ერუალებს რა ის ეგარი მოხჭა ვაი გემშვიდობებად მორიგ პარასკევამდე მორიგ პარასკევამდე რა შემდეგ პარასკევამდე მე მართლა დავუწევ იყოს მორიგი მორიგ პარასკევამდე არა მე და ბუკა გემშვიდობ მორიგ პარასკევს გეულდება ძალიან მაგარი სტუმარი შემდეგ პარასკევს გეულდება ძალიან მაგარი სტუმარი მორიგ პარასკევამდე შეშვიდობები ძალიან წყდება